მიყვარს Lady Gaga გამარჯობა მეგობრებო დღეს ვიგექნება განსაკუთრებული ეპიზოდი დღეს ჩვენ გავაკეთებთ ძალიან მაგარ ტრადიციონალ კერძ ფრანგულს ის ქვია ბიფ ბურგუინიონ Reći chyba, często grywany epizod, vestibulo ma tylko ძალიან რთული, იმიტომ რომ თქვენ ქართველებმა არის ბევრი რაღაც, ამიტომ მე vestibulo გავაკეთო ისე რომ გაგიადვილდეთ, შეიძლება ისე. Reći chyba ეხლა ჩვენს ბაგეტებს, ჩვენ გადავდეთ ბაგეტებს და ამოვიღებთ ყველაზე წმინდას, რაც კი არის მსოფლიოში, რა თქმა უნდა, Coca-Cola. Coca-Cola არის ჩვენი სპონსორი, დიდი მადლობა მას და ასევე გაგახსენებს რომ 30 სექტემბერს იქნება გათამაშება, სადაც თამაშდება Lady Gaga-ს კონცერტი. მიყვარს Lady Gaga. რაც უფრო მეტი გექნება Coca-Cola, მით უფრო მეტი გექნება ბილეთი. ამიტომ იაქტიურეთ. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს კერძს, ეს იქნება ბიფ ბურგუინიონი, რომელიც თუ პარიზში მოხვდები, აუცილებლად უნდა გასინჯო. ამიტომ დღეს გავაკეთებთ ჩვენ შესახურებელ ვარიანტს და ვინც მოიგებთ Lady Gaga-ს კონცერტის ბილეთებს, რომ ჩახვალთ აუცილებლად გასინჯეთ ბიფ ბურგუინიონი. მოდით ახლოს. ბიფ ბურგუინიონში დაგჭირდებათ ბეკონი, შორტრივი, ანუ ძროხის ნეკნის მოკლე მხარე, ასევე დაგჭირდებათ ფქვილი, ცოტა სოკო, სამი კვილი ნიორი, ერთი დიდი სუფრის კოვზი, ტომატის პასტა, დაფნის ბოთოლი, სამი ცალი წითელი ხახვი, რაც შეიძლება პატარა, ერთი ცალი თეთრი ხახვი, ერთი სტაფილო და სამი ჭიქა ღვინო. და რა თქმა უნდა, Coca-Cola და ბუიონ. პირველად დავჭრათ ბეკონი და უნდა დავჭრათ არც თუ ისე თხელ ნაჭრებად, კიდე შუაზე გავჭრათ და დავარენდეროთ ცხიმ. მოვბრაწოთ ჩვენი შორტრივი. ეხლა ავიღოთ ცივი ტაფა, ცივ ქვაბში, ჩავყაროთ ჩვენი ბეკონები. რომ უფრო ადვილად არენდერს ცხიმი. ეხლა ავიღოთ ჩვენი შორტრივები, ანუ ნეკნები, ასე ვთქვათ. ავიღოთ მარილი, მოვაყაროთ ფქვილი ასევე. ეს მობრაწული ბეკონი გადმოვიტანოთ აქეთ ცხიმის გარეშე. დავამატოთ ცხიმი კიდე ცოტა და ჩვენ დაფხული ხორცები მოვბრაწოთ შიგნით, ყველა მხრიდან. რაც შეეხება ფქვილს თუ რატო მოვაყარეთ გარედან ხორცს, იმიტომ რომ ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ უფრო კარგად მოიბრაწოს გარედან ხორცი, ასევე შემდეგ ბოლოში უფრო კარგად შესქელდეს ჩვენი ბიფ ბურგუინიონი. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეს, არ გამოტოვოთ. როგორც მოიბრაწება, აი ესე. დავუდებთ ესე და მოვემზადებით შემდეგი სტეპისთვის. ეხლა ავიღო გათლილი სტაფილო და აი ესეთ ფორმებად, ასევე ავიღო პატარა წითელი ხახვები. გავჭრეთ ეს ხახვები ნახევრებად. იდეაში ბიფ ბურგუინიონს სჭირდება ეს პატარა ხახვები არის, სათესლე ხახვებს ვეძახით ჩვენ საქართველოში. და ეს სათესლე ხახვები სჭირდება თუ იშოვება ხოლმე, აი ეხლა ბევრგან არ იყიდება ხოლმე და მოგიწევთ ალბათ ბაზარში რომ წახვიდეთ და იყიდოთ თუ ძალიან ვიზუალზე ორიენტირებული ხალხი ხართ, მაგრამ ასევე შეგიძლიათ იყიდოთ პატარა ხახვები შუაზე გაჭრათ და ისე რომ არ დაგეშალოთ, ძირი შეუნარჩუნდეს, არ დაიშალოს და ესეც ძალიან ჩვეულებრივი იქნება. ეს ჩვენი დაჭრილი სტაფილო და ხახვი დავუშვათ ყვავში და დავუწყოთ მოთუშვა. ცოტა ხანი მოვბრაწოთ, დავუმატოთ პომიდორის პასტა და დავუმატოთ სამი კვილი ნიორი, ამოურიოთ კარგად. ხო ეს დაახლოებით 5 წუთინა მოვთუჩოთ ეხლა, რომ კარგად გაჯდეს გემოები, ასე ვთქვათ. ერთადაც უნდა გაითვალისწინოთ მარილთან მიმართებაში. მარილი აუცილებლად ეტაპ-ეტაპ უნდა მიცეთ ხოლმე და არა ბოლოში მთლიანად და თავიდან მთლიანად. ეტაპ-ეტაპ რომ ეს არომატები და გემოები მთლიანად გაიხსნას და გაჯერდეს. ამიტომ ეხლა დავუცვალოთ კიდე 1 წუთი, დავუმატოთ ჯერ ხორცი და შემდეგ ღვინო. ხორცი, კარგად ამოურიოთ. დავამატოთ ეხლა ღვინო. ისე რომ ნახევრად დაფაროს ხორცი. დავუბრუნოთ ცეცხლი და ბეკონი ჩავუშვათ, რაც მანამდე მოვბრაწეთ. ეს მიცემს შებოლილ გემოს ჩვენს ბიფ ბურგუინიონს. ახლა 10 წუთი ნავადოღოთ, რომ ამოშეს ღვინო და გაუქრეს ალკოჰოლი. სანამ ველოდებით რომ ამოვრთქლდეს ჩვენი ღვინო, მანამდე მოვამზადოთ ჩვენი სოკოები. ეს შუაზე უნდა გავჭრათ ყველა სოკო. სოკოები უკვე გავიმზადეთ, წინ წავიდეთ საქმე და რაც შეეხება ეხლა ღვინოს და ალკოჰოლის ამორთქლებას, უკვე ამოვრთქლდა და ამიტომ ეხლა ჩავუშვათ შიგნით ბუიონ და ასევე დაფნის ბოთოლი. კიდე ერთი რამე მინდა რომ თქვა და არავინ გამაწმილოთ. თუ არ გაქვთ სახში ბულიონი, ანუ საქონლის ხორცის ნახარში, კი რა ზღვის ნახარში, ძალიან ჩვეულებრივი პრაქტიკაა დიდ სამზარეულოებშიც კი და მაგარ შეფერდანაც კი რომ იხმაროთ კუბები. გალინა ბლანკას ნაირი კუბები. ეს არ არის რეკლამა, მაგრამ შეგიძლიათ ეგეთ რაღაცა იხმაროთ. კი უარესია ვიდრე ნამდვილი ზვლის ნახარში, მაგრამ სულ მთლად წყლის დამატებას ბევრად ჯობია რომ დაამატოთ კუბი, გალინა ბლანკა. დავუშვათ დაფნის ბოთოლი.
და ჩავასხოთ ბუნიონ, იმდენი რომ კარგად დაიფაროს ჩვენი beef bourguignon. და ეხლა უნდა იდუღოს კარგად და გემრიელად ამან და უნდა შესხელდეს ჩვენი beef bourguignon. სანამ ველოდებით რომ წამოდუღდეს ჩვენი ბულიონიანი უკვე ხორცი, ავიღოთ ეხლა მეორე პატარა ტაფა და მოვბრაწოთ კარაქში კარგად სოკო, რომელიც მანამდე დავჭერეთ. ამოქაფდება თუ არა ჩაუშვათ შიგნით ჩვენი სოკო. დავაყაროთ როგორც ვთქვი ცოტა მარილი და ესე გავაკეთოთ. როგორც ხედავთ ჩვენი სოკო უკვე მოიბრაცა და ამიტომ ახლა ჩავყაროთ ჩვენი ღვინის соуსში. როგორც იქნა შესკლა ჩვენი beef bourguignon და უნდა იყოს აი ესეთი სისქისი. ეხლა უკვე შეგვიძლია რომ გავსინჯოთ, მაგრამ კიდე ერთი პატარა ხრიკი ჩემგან. თუ თქვენი beef bourguignon დიდი ხანი არ სხელდება, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საკმარისად ფქვილი არ მოვავლეთ თქვენს ხორცებს და იმან ფქვილს უნდა შეესქელებინა. ამიტომ თუ დაგაყდათ სისქე, მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ ცოტა ფქვილი ზევიდან მოვაყაროთ დუღილისას რა, ერთი სუფრის კოვზი დაახლოებით და კიდე უფრო შეასქელებს კარგად და მიიღებს სასურველ კონსისტენციას. ეხლა დავიძახოთ ბატონ საბას და ერთად გავსინჯოთ beef bourguignon ხორცები. ზევიდან მოვაყაროთ დაჭრილი წვრილად ოხრახუში. ეს არის კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ თუ მოხვდებით პარიზში, ან თუ მოხვდებით საფრანგეთში, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი კერძი ფრანგულ კულინარიაში ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით. ეს არის კერძი, რომელიც ყველა ადამიანის კერძების ბიბლიოთეკაში უნდა იყოს. დადგა დრო რომ გავსინჯოთ ჩვენი beef bourguignon და ეხლა ჩვენ სტუდიაში მოვუწიეთ საბას გარდა რა თქმა უნდა კიდე ერთი ძალიან ცნობილი კრიტიკი და ასე თქვა ძალიან კარგი შემფასებელი რომელსაც თქვენ ყველა ძალიან კარგად იცნობთ TikTok-ებიდან თუ სხვა პლატფორმებიდან ალბათ უკვე მიხვდით ვინც არის და გთხოვთ სტუდიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი Jean-Jacques Soufflier et quand je m'appelle Jean-Jacques Soufflier quand je fais une baguette quand je fais les baguettes on a cinéma le fortin in Dimitri in a confond it's non we crave les baguettes oui okay croissant let's eat I will speak in English because you don't understand my language because none of you understand French as I assume because your facial expressions so take this this is original baguette from my mama cooked this let's taste it how my sous chef you are my sous chef yes you are my sous chef okay and not vice versa no I'm not your sous chef so you are just critic who is going to lower tone don't you are my sous chef okay so I will try your creation and I will tell it's good or it's bad okay let's start with what is this this is not good this is not good this is good okay let's taste mushroom champignon first of all first of all we have to taste champignon with baguette this dish is dead okay it's looking very dead so this is freshness very fresh we will add this what is this by parsley okhrahushi how do you say okhrahushi how garbage okay what else do you want me to try meat where is meat here let's try with the fork the meat is looking fantastic by the way but it's overcooked this is overcooked this is disgraceful we cannot agree on this okay if you work for me you have to cook good this is no good okay this is overcooked this is dry as desert okay I will take my words back it's good okay thank you honest reaction it's good okay
ჟან-ჟაკ ჟურსმანი. ჟულსმანი. ჟურსმან? ლუხსმან. ჟან-ჟაკ შუღუ. ჟან-ჟაკ შუღუ. ჟან-ჟაკ შუღუბმა ცოტა ძალიან I'm very nervous, I have to smoke cigarettes. ჟან-ჟაკ შუღუბმა ძალიან გულთან ახლოს მიიტანა თავისი ბიფ ბურგუნიონი, ჩვენი ბიფ ბურგუნიონი უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან ფრანგული. კი ეს ჩემი სიცოცხლეა. აჰა, აი. მიყვარს ბურგუნიონი. ბურგუნი. ეხლა ძალიან ვინერვული უბრალოდ ჩემი პაკეტები მოვედი და ძალიან მინდოდა რომ კარგი კერძი დამხვედოდა, მაგრამ ეს არის სახშინელება. მაგრამ ძალიან გემრიელი არის. მეგობრებო, მე ვარ. მე მოტყუდით. მე საბამ მოვიდა საბჭერკეზიშვილი. ძალიან გემრიელი კერძი იყო. ძალიან კომპლექსური გემოები ქონდა. ჟან-ჟაკ მათუიძის კონცერტზე. პარიზში კონცერტი ტარდება. პარიზში ლედი გაგა. 21 სექტემბერს 20 საათზე იქნება გათამაშება. თქვენ დაგრულ ქულებს შეეცხმევა ხორცი და შანსი გექნებათ რომ მოიგოთ გრან პრი არის ლედი გაგას კონცერტი პარიზში და ასევე სხვა საჩუქრებია iPhone-ი, JBL-ის დინამიკი და ძალიან ბევრი რაღაც. დიდი სიამოვნებით წავიდოდი მეც ლედი გაგას კონცერტზე და გაგუშვით. მე და ჟან-ჟაკ შუღუბი. თანაბარ შანსი აქვს ყველას ვინც იყიდის ძალიან ბევრი კოკაკოლას. ამიტომ მათემატიკურად კი. საკუთარი შანსი, ვინც უფრო მეტ კოკაკოლას დალევს, უფრო მეტი შანსი ექნება. უბრალოდ დოლურაში და ამოიღებენ კოდს და სახელს და ვისაც დაგირეკავენ, ეგენი მოიგებთ უკვე სხვადასხვა პრიზებს. ანუ ყველას გაქვთ 50-50-ზე შანსი, ან მოიგებთ, ან არ მოიგებთ. კი ბატონო. ამიტომ იაქტიურეთ, დალიეთ კოკაკოლა, შეიყვანეთ კოდები და თქვენ შეხვდებით ძალიან მალე პარიზში 20 სექტემბერს არა. და ძალიან მალე თქვენ შეხვდებით ჟან-ჟაკ შუღუბს. ჟან-ჟაკ შუღუბი იქ იქნება, ყოველთვის იქ იქნება, იმიტომ რომ ძალიან მე მიყვარს ლედი გაგა. კერძიც რო დავუბრუნდეთ. იყო ძალიან კომპლექსური გემოების. კი ბატონო. ეს ის კერძია. წარმომიდგენია, როგორ ჭამ ამას პარიზში. კი. და როგორ ვარ განცხრომაში და როგორ მივდივარ მე ლედი გაგას კონცერტზე. ალბათ. და ეს კერძი კეთდება ყველა ოჯახში, ყველა რესტორანში, არის როგორც ჩვენთან ხინკალი, ისე არის საფრანგეთში. უფრო ბურგუნდიაში. მაგრამ პარიზში ძალიან და კარგად მოკლედ. მოკლედ, ეხლა თავს აღარ შეგაწყენთ, იაქტიურეთ 20 სექტემბერს 8 საათზე იქნება გათამაშება. ამიტომ დროებით. ბაი. დიაზრი მომივიდა ჩემო მეგობრებო, ვისაც გააქვთ აპლიკაცია, გადმოწერეთ კოკაკოლას აპლიკაცია, გაუშვით პლეი, დავიჭიროთ ხინკალი, პიცა, ხაჭაპური, მოკლედ, შეგიძლიათ ჩართოთ ამ ქულებით, ითამაშოთ თამაში, უნდა შეაგროვოთ ბურგერები, კოკაკოლები, ყველაფერი გარდა წიწაკისა და ვინც იქნება ლიდერბორდში პირველი, მოიგებს iPhone 16 Pro-ს. მე ვიქნები პირველი, იმიტომ რომ დღეს ვაპირებ მთლიანად დაუთმო ამ თამაშს ჩემი დრო. ბაი!